საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე 10 კლუბის წარმომადგენლები დღეს სპორტის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრას თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს წევრები არ ესწრებოდნენ. ეროვნული ჩემპიონატის გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა მუნიციპალურ დაფინანსებაზე იმყოფება და მათ მინისტრისაგან აინტერესებდათ კონკრეტული პასუხი თუ როდის შეძლებს მთავრობა დაპირებული თანხების გაღებას. შეჯერებითი გარანტიები არაფერს არ მიგვიღია, მაგრამ შეხვედრა იყო საკმაოდ პროდუქტიული, ვისაუბრეთ, ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი პრობლემები, მინისტრმაც თავის პოზიცია დააფიქსირა, ჩვენ შევთანხმდით შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შვიდ გარემონობაში ჩაიარა ამ შეხვედრამ, იყო ორივე მხრიდან კეთილი სურვილები, ჩვენი უთხარით, სპორტის მინისტრმა თავისი უთხარით დაგვირდა, რომ მთავრობაში გაიტანს პროექტს. ეს კონსულტაციები გაგრძელდება, ჩვენ მოვინიშნეთ შეხვედრა შაბათისთვის. მანამდე ეს კლუბები კიდე შეჯერდებიან, შეიძლება ეთქვას, ბუნებრივია სამინისტრო ყველანაირად ცდილობს ეს ფეხბურთი, რაც არის ჩვენი ქვეყნისათვის. გადაედგას ისტორიული ნაბიჯები, რომლებიც თუ საკითხი დგას დაფინანსებაზე, მნიშვნელოვანი არის, ეს დაფინანსება იყოს მიზნობრივი.